საქართველოს რკინიგზამ თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე სამგზავრო დრო 4 საათამდე შეამცირა. გზავრობის დროის შემცირება შესაძლებელი გახდა საქართველოს რკინიგზაზე ინფრასტრუქტურის სრული გაჯანსაღებით, სიჩქარეების მატებით და ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი შემადგენლობებისთვის გარკვეული შეზღუდვების მოხსნით. სამგზავრო დროის შემცირებას ხელი შეუწყო უღელტეხილის მონაკვეთზე მოდერნიზაციის პროექტის დასრულებამაც. ინფრასტრუქტურის გაჯანსაღების პარალელურად რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამგზავრო სადგურებსაც. საქართველოს რკინიგზაში სიახლეებია სამგზავრო მიმართულებითაც. ამჟამად 5 მატარებლის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს, ასევე დაწყებულია 10 ახალი სამგზავრო მატარებლის შესყიდვის პროცედურები. მოძრავი შემადგენლობების განახლებისთანავე საქართველოს რკინიგზამ გზავრებს ახალ რეისებსა და მიმართულებებს შესთავაზებს. აქამდე მატარებლები დადიოდა 5 საათი 30 წუთი, დღეიდან გუშინდან უკვე და დღეიდან უკვე რეისები იქნება 4 საათში. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ ლიანდაგზე და ინფრასტრუქტურაზე, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ სიჩქარეები გარკვეულ მონაკვეთებში გაგვეზარდა. სწორედ ამ ჩატარებულმა სამუშაოებამ მოგვცა საშუალება, რომ იმ მონაკვეთებზე, სადაც ჩავატარეთ სამუშაოები, გავზარდოთ სიჩქარეები, მოხსნათ შეზღუდვები და შესაბამისად უსაფრთხოდ ვიმგზავროთ თბილისიდან ბათუმში 4 საათში. განხორციელდა მასშტაბური და კომპლექსური ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია ქსელზე, შესაბამისად შევძელით, რომ ეს დრო შეგვემცირებინა, რაც თავისთავად აისახება როგორც გზავრთნაკადის გაორმაგებაზე, ასევე ტურისტულ მიმართულებებზე და შესაბამისად შევძლებთ, რომ ჩვენს ასე ვთქვათ ვიზიტორებს და ასევე ჩვენს თანამოქალაქეებს შევთავაზოთ კომფორტული და უსაფრთხო მგზავრობა თბილისიდან ბათუმის მიმართულებაზე. ძალიან გვიხარია სხვათა შორის, იმიტომ რომ ძალიან დამღლელი გზა არის ზოგადად. და რავი, გაგვიხარდა ეგრე რომ შემცირდა. ძალიან მნიშვნელოვანია ალბათ ყველასთვის და ძალიან მისაღებია. ხშირად არ მიწევს, მაგრამ როცა წავა სიამოვნებით. ყოველ წელს ვგზავრობ ზაფხულობით, რა თქმა უნდა, მივესალმები, უფრო მეტი დრო დაგვრჩება, ძალიან კარგია. დიდი ხანია არ მიმგზავრია, მაგრამ იმედი მაქვს, აი ბავშვი რო არ გაჩერდება, მალე ჩავალთ. და ძალიან მომწონს, ძალიან ლამაზი მატარებელია, ჩქაროსნული. მოკლედ, კარგია.